თან ისეთი გემრიელობები გვაქვს დღეს, რომ მე მგონი კარგი ნოყიერი საუზმე გველოდება. დავიძარით სამზარეულოსკენ. ისე საუზმისთვის აბა დილამშვიდობისა ახლა დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ. ახლო დილამშვიდობისა. რასაც შემოგთავაზებთ ბატონო გიორგი? ჩვენ გადავწყვიტეთ ბევრი ფიქრის შემდეგ, რომ გაგვეკეთებინა ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი საჭმელი კერძია ბურგერი, საერთოდ თუ რა. კი, ალბათ მე ხა ამერიკულის ყველაზე ისეთი განთქმული კერძია. არის. ჩვენთვის და ყველასთვის საუკეთესო კერძი ბურგერი. რამდენად დილა საუზმისთვის კარგია ბურგერი არ ვიცი, მაგრამ ხანდახან შეიძლება. იცი რა, რატომაც არა პრინციპში საუზმეს რომ მივიღებს, მე მთელი დღე გვაქვს იმისთვის, რომ ორგანიზმა გადაამუშაოს, შეითვისოს და საღამოს მსუბუქად ვიყოს. ზოგადად მსგავსი კალორიული რაღაცები მართალი ხარ სულ დილიდან კი ჯობია რომ დილას მივირთვა. თუმცა გარდა იმისა რომ საუზმეზე ვისაუბროთ იმაზე რომ მართლა როდესაც ხო მოვა ზაფხული და მოვა უკვე გრილზე მომზადებული კერძების სეზონი და მწვადთან ერთად თუ სხვა ბოსტნეულთან ერთად გრილზე მომზადებულთან ერთად ძალიან აქტუალურია მთელი ზაფხულის განმავლობაში ბურგერების მომზადება და მირთმევა შესაბამისად. გვინდოდა რომ რაღაცნაირად ჩვენ სამზარეულოში ეს არ გამოგვეტოვებინა ეს სეზონი და გადავწყვიტეთ რომ მოვამზადოთ გემრიელი ბურგერები რომლითაც გიორგი ძალიან მეხმარება და გიორგი ვიცი რომ უკვე სამზარეულოში აი იწყებს თქლად და ბოლოს მე იგებს შვენიერი არის ძმაო რა კითხა. შეკებას ვაპირებდი, იმიტომ რომ ესეც ძალიან კარგად ჭრეს. ეს საკმარისია. პომიდორი გაჭრა. შენ ახერ გემოამდენს. არა მე საჭმელია პომიდორის დაჭრა. არა. აი თავისებური ნაჭრებია ხე. აი ადამიანი მუშაობს სამზარეულოში და შენ კიდე არ აცდი ზურა რა. მე მანამდე გადავწყვიტე რომ ხახვი დამეჭრა რომ ეთერში არ მქონოდა ცრემლები, მაგრამ მაინც ხო ცოტა ზეთი. აი მე მართლა მაინტერესებს დარწმუნებული რომ მაყურებელსაც ბევრმა კი იცის, მაგრამ ბევრმა კიდე არ იცის. რა მეთოდი შეიძლება იყოს ისეთი რაც ზეთი გავაკეთოთ რომ ცრემლები არ წამოგვიყვანოს. აი მე ჩვენი ძალიან კარგი ხერხი არის, დანას უნდა წავუსვათ ზეთი და მე უბრალოდ ფრთხილად უნდა დავჭრათ რომ თვითონ დანა არ აგვიცურდეს, თორე ანუ გიორგის არ მიცე. ეგ მეთოდი ჩემთვის არ არის. დანა ისედაც მე უბრალოდ გვერდულად მიქონდა. მე შეგიძლია წყალი გამოიყენო. მე უბრალოდ გამაგვიანდა წასმა და აქედან გამომდინარე მაინც ცოტა ავცრემლიანდი. პირდაპირ წყლით სავსე გოფში რო ჩაჭრა ესე, მე საერთოდ არაფერი არ მოვა. და ასევე კიდევ ერთი ძალიან მარტივი და ძალიან კარგი ხერხი გვაქვს ბურგერების ესე ვთქვათ ფორმის მისაცემად. ამ შემთხვევაში ესეთი ქილის თავსახური გვაქვს, მაგრამ შესაძლებელია მაწვნის ან არაჟნის ქილის თავსახური გამოვიყენოთ. მას აღარ სჭირდება ცალკე პარკის დამატება, უბრალოდ ახლა აი აქ იმისთვის რომ უფრო მარტივად ამოვარდეს შეგვიძლია რომ ესე პარკი გამოვიყენოთ და თუ არა გვაქვს სახში არც სტუდიაში ესეთი საჭყლეტი სპეციალური რომლითაც ბურგერს ფორმას მივცემთ აი პირდაპირ ესე ავიღებთ და თანაბრად გამოგვივა ერთნაირი ზომის ბურთულებს მოვათავსებთ ამაში და აი ამის მიხედვით მივცემთ ფორმას ქილის თავსახურის მიხედვით რომელიც ყველგან და ყველას მოეპოვება. ეს საქონლის და ღორის ხორცის ეს არის მხოლოდ საქონლის ფარში. დიეტურია, ესე იგი დიეტური ყოფილა. შეგვიძლია ასევე ცოტა კარაქი გავხეხოთ, გაყინული კარაქი და დავამატოთ. მე კარაქით უფრო მომწონს ვიდრე ხორის. ხო, უფრო ისეთი რო იყოს, ხო? რბილი და ცხიმიანი. კი, კარაქი ყველაფერს აკეთილშობილებს, ესე ვთქვათ. აი, ეს არის ყველაზე მარტივი ხერხი, რომლითაც შეგვიძლია რომ ერთნაირი ბურგერის, ესე ვთქვათ, რა ლამაზი გამოვიდა. ესენი გამოგვივიდეს. ტაფა აუცილებლად უნდა იყოს კარგი ხარისხის, დაიჭირეს საიდანაც წამოვიხელი. ამ სიმძიმეა. მე მომაწოდა. ამ ტაფას გამოიარა.
კარგი თუჯის ესეთი ტაფა გვჭირდება, ну თუ გრილზე თუჯი ძალიან მიყვარს რუჯი. ეს ერთი ლექსიდან დასაწყისში. ვიცი დილო. ეს ესეთი გიჟია ყოველთ. დილაობით რო ილექსება ხოლმე. ეს უნდა ძალიან გახურდეს, ხო და მე უნდა შეიძლება. ეს უნდა ძალიან გახურდეს, მე ცოტა უნდა ვაცალოთ, რომ პირიქით გაგრილდეს და ანუ თანაბრად რო იქნება სიმხურვალე ყველგან, მე უკვე შეგვიძლია რომ უბრალოდ წავუსვათ ზეითუნის ზეთი და ჩვენ ამ შემთხვევაში დავასხამთ. ხელსაყოც ვიყენებ ხოლმე ამ შემთხვევაში. არა, ესე რომ დავასხამ მე ესე ხელსაყოცით ვანაწილებ. ეს არის ტექნოლოგია. აი ესეთი ტექნიკით არის საკმარისი. მინიმალური ცხიმით ვაკეთებთ ასე. კი, იმიტომ რომ ისედაც საკმარისი ცხიმი ექნება იმ ფოტოს. კი ბატონო, და რაც შეეხება ხორცს, აუცილებლად უნდა ვახსენოთ, რომ აი ესეთი ხედავთ როგორი ვარდისფერი და ცინცხალია, ეს ასეთი ხორცი ლაბორატორიულად შემოწმებული და სხვათა შორის გუდვილის ლაბორატორია უშუალოდ სანიტარულ პირობებს ამოწმებს ფერმერების უშუალოდ ადგილას, სადაც ეს ყველაფერი ხდება და შემდეგ ასევე გადის ხორცი ლაბორატორიულ შემოწმებას უშუალოდ გუდვილის ლაბორატორიაში და შესაბამისად არის სანდო. ყოველდღე დაგხვდებათ საღი მრავალფეროვანი ასორტიმენტი ხორცის თუ ქათმის თუ თევზეულის და ასე მარტივად შეგიძლიათ. გარიდო წეღად. აი ესე. ის რო არის ხო იცი? TikTok ტრენდები. რაღაცა ის. კარაკი შეგვიძლია გავყინოთ და გავხეხოთ უბრალოდ და დავამატოთ ჩვენს ფარში. სულ ეს არის ამ ეტაპზე, დანარჩენს უკვე ეტაპობრივად გაჩვენებ და მანამდე მე კი ვიცი რომ გიორგი ძალიან კარგად ფუსფუსებს სამზარეულოში და ასევე შვილებთან მეუღლესთან ერთად ეს რაღაც ესეთი ტრადიცია გაქვთ და თუ შეიძლება მოგვიყევით ერთი დღე თქვენ სამზარეულოში. ხო, რა გითხრათ, დილი და დილას თუ ჩემი შვილი არ შეჭამს ფაფას, უმცროსი აუცილებლად წვავთ ერთად ომლეტს. ეს არის მართლა ტრადიცია, რომელიც ისე რაღაც ეთერისთვის არ მომიგონებია, მართლა ასე ვაკეთებთ. კი ბატონო. და სხვათა შორის პირველ შულზე ასე ვაკეთებდი და მეორეზეც. ჩემთან ერთად ვაყენებ თუნდაც ისეთ უსაფრთხო ადგილას, ეს სკამზე ვაყენებ, თუნდაც რომ ხელი მეც მომკიდოს და კვერცხს ვათქვეფინებ, კარაკს ვაჭრევინებ და მე ტაფას მოვდოღოთ, სივ ტაფას რა თქმა უნდა, რომ დააგდოს ამ ტაფას და საკეთებინებს და თვითონ ის მონაწილეობას ვაღებ. ხო, ძალიან უყვარს და ხარისხიანი დროის გატარება ერთად. კი, მართლა ძალიან კარგია მართლა თავის. თქვევს თვითონ ამ კვერცხს, ტეხავს და ყველაფერს თვითონ აკეთებს, მოკლედ რა, ჩემი დახმარებით და მე იმაზეც უნდა ხოლმე ტაფაზეც იწევს უკვე ცხელი რო არის, მაგრამ მე ვეუბნები რომ მამა ეს არის ძალიან ცხელი და არ შეიძლება მე რომ გაიზრდები. გიო, მე მახსოვს რომ რაღაცა პერიოდი ძალიან ესეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობდი, ვარჯიშობდი. კვებასაც ეხება ეს ყველაფერი, აი როგორ იწყება შენი გიო, თან გურმანი ხარ და თან ხო ხტებ რაღაცებზე უარის თქმა ალბათ მოგიწევს. კი, სხვათა შორის თან მაშინ როდესაც ვარჯიშობ, ეხლა ერთი თვე არის უკვე რაც უბრალოდ ვერ ვახერხებ და აუცილებლად გავაგზელებ ისევ თავისთავად, მაგრამ ვარჯიშის დროს კვებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, როგორც ყველა ტრენერის გვეუბნება და ასე ვთქვათ 80% არის ასე ვთქვათ კვება და 20% ვარჯიში, როგორც ბევრისგან გვსვენია. ბუნებრივია, მე მაგალითად შეიძლება ისე ვერ ვიცავდი იმ წესებს, როგორც წესი და რიგია, მაგრამ გვიან მაინც ვერ იდებოდი ჭამას. ან თუ შევჭამდი გვიან შეიძლება და ცილოვანი საჭმელი მეჭამა შეიძლება ხაჭო მაგალითად, ან გვიან ათვისებადი ცილა რომელიც არის, ან შეიძლება კვერცხის ცილა რომელიც ასევე არასუქებს, გვიან შეიძლება რამოდენიმე შეჭამა და აი ამ რაღაცებს თუ ყურადღებას მიაქცევთ, მე ჩემ თავზე ასე ვთქვათ გამოცდილი მაქვს, რომ თუ ამ რაღაც პატარ-პატარა დეტალებს ვითვალისწინებ, ყოველთვის ფორვას ვინარჩუნებ. ხო, მაგრამ გიო, შენ ხარ ის იშვიათი გამონაკლისი, ვინც თავისი პროფესიული ცხოვრების პარალელურად საერთოდ არ ჩერდება. სულ რაღაც აქტივობას, სულ რაღაც გადარბენა, სულ სხვადასხვა რეგიონში კონცერტი, ხალხთან შეხვა, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. აი ამ რეჟიმში როგორ ახერხებით თუნდაც მაგ ვარჯიში, ჩასაყრება. ხო, აი ზუსტად გქონდა ულუფება თუ აი გინდა საინტერესო რაღაც გითხრა, ზუსტად ეგ არის, ასე ვთქვათ, ნუ კარგი გაგებით თუ ვიტყვით, ეგ ძალიან კარგია, მაგრამ თუ მეორე მხრიდან პერსპექტივით შევხედავთ, ძალიან ხელს უშლის ბუნებრივია ეს
ყველაფერო დაიცვა და მართლა უნდა ატარო მაშინ ულუფებად. ჩვენ გიტარის მაგალითად ლევანს ცოტა რომ მოიმატა და ისე დისკომფორტში იყო უკვე, თქვა რომ არ მე უნდა ვატარო ულუფებად და ულუფებად დაქონდა ხოლმე ჩვენ რო რესტორანში ვქეიფობდით ხოლმე ის მაინც თავის ულუფას მიირთმევდა, მაგრამ სამაგიეროდ ასე ვთქვათ ძალიან მალე მიიღო ხო შედეგი და ჩვენ მაინც გვიჭირს ხოლმე ჩვენი ულუფები. და ამ შემთხვევაში საუზმე რა არის? აი აუცილებლად კვერცხით იწყება დილა თუ? არა, შეიძლება იყოს ჰერკულეს რო ეძახიან აი პაპა. შურიის პაპა, რომელიც მართლა ძალიან გემრიელია, თან მით უმეტეს ვარჯიშის დროს თუ პროტეინსაც იღებს ადამიანი, შეიძლება ეს პროტეინი აურიოს ამ შვრიის ფაფაში და მასთან ერთად ჭამოს ძალიან გემრიელია თან გააჩნია რა არომატით არის. ამასაც მივირთმევდი ხოლმე. ეხლა უბრალოდ ისთვის ძალიან რთული რაღაცნაირად მეც მქონია ეგ პერიოდები და სულ რაღაც შეგრძნება მქონდა რომ თავს ვატყუებ რა. უბრალოდ აი რაღაცას ვაწვდი ორგანიზმს, იმიტომ რომ შვრიაზე? ხო, აი არ მიყვარს ესეთი რაღაც. ხო, უბრალოდ გაშიებს მალე თორე ძალიან სწრაფად ხო, აი ვერ ხვდება ხოლმე ხანდახან რა და საუზმე თითქოს უფრო ნოყიერი უნდა იყოს, რომ რაღაც დიდი ხანი გაყვეს, მაგრამ მეც მირჩევნია რომ ძალიან გემრიელი საჭმელი შევჭამო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს სისუსტე არის პირიქით და რამდენიც გემრიელია, მით გსურს რომ ის მიიღო, მაგრამ რეალურად ორგანიზმისთვის ბუნებრივია რომ რაც უფრო ჯანსაღია ის მივირთვა. მაგრამ იცი რა არის გემრიელი რაღაცების კეთებად შეიძლება ჯანსაღი კვების პარალელურად. აი მაგალითად მოხარშულ ხორცზე გიждდება და ვიცით რომ მოხარშული ხორცი ძალიან ისეთი ცილით სავსე პროდუქტია და სეზონიც ისეთი ახლა ჩაკაფული შეგიძლია ყოველთვის გააკეთო. ხო, მაგრამ აი ამ რაღაცების გაკეთება ძალიან რთულია. დროში ხორცის მოხარშვას 1-2 საათი ხო მაინც უნდა, ხო, მინიმუმ. მე გეტყვი ეს საკონცერტო მსვლელობების პარალელურად უნდა მოთხოვნებში ჩაწერო რომ ჩაკაფული დამხვდება. აშლამა იქ იყოს მოსასწრაფი. ვინ გეტყვის უარს? არც რა ვინ გეტყვის უარს და რა მოთხოვნა ეხა ეგ არის, რა ვიცი. რა ვიცი, ეს მომღერლებს სპეციალურ კვებას ხანდახან უნიშნავენ კიდეც, იმიტომ რომ თავის ხმას მოერიოს. ზოგადად რა არის, მე ცოტა ხნის წინ გავიგე, სულ რამოდენიმე წლის წინ ძალიან მნიშვნელოვანია როგორი კუჭის მდგომარეობა აქვს ადამიანს, იმიტომ რომ თუ კუჭზე რამე პრობლემა აქვს, ხო, ქონია ძალიან ისეთი კუჭის მჟავა რაც არის, ეს თურმე ამოდის ზევით და იოგებს აზიანებს, წვავს იოგებს და შეიძლება არც გაციებული იყოს ადამიანი, არც არანაირი პრობლემა არ ქონდეს ხმაზე, მაგრამ აი ამ კუჭის პრობლემის გამო სერიოზული პრობლემა შეექმნას ხმაზე. უნდა იყოს კარგ მდგომარეობაში ზოგიერთ ადამიანს აქვს პრობლემა, რომ აი მაგალითად სარქველი არ ეხურება. აი ზუსტად კი, ზუსტად ეგრეა. რამდენი დეტალია, ისეთ წონაც ალბათ რაღაცნაირად მაინც სტაბილური უნდა იყოს, ხო? იმიტომ რომ ეს წონის ცვალებადობაც მე მგონი არ არის ამ შემთხვევაში ესეთი. მე პირადად ჩემი გამოსვლები, ჩემი სტილი რაც არის, ჩვენ რა ტიპის კონცერტებსაც ვმართავთ. მე პირადად ერთ კონცერტზე აგერ ზურამ კი იცის, შეიძლება 1-3-4 კილომეტრი გავიარო, იმიტომ რომ იმდენს დავდიო, დავდივარ, ხტუნაობ და ასე შემდეგ. ეხლა დიდი წონით ძალიან რთულია მაგის გაკეთება, ამიტომ არც ესთეტიურად საინტერესო და ლამაზი არ არის თავისთავად. ფორმაში უნდა იყოს. ეხლა შენ ისეთ წონა არასდროს არ ქონია რომ აიმედე და ეხლა არა ესთეტიური ყოფილიყოს ან გაგჭირებოდა, მაგრამ თუ რა თქმა უნდა არ მივაქცევ ყურადღებას, ბუნებრივია. მე მგონი რა ჟანრში ხარ და სად არის შენი შემოქმედებითი სფერო, ოპერის მომღერლები პირიქით უნდა გქონდეთ წონა რომ სხვათა შორის მე ბევრისგან მსმენია რომ ანუ დიდი მუცელი, ანუ ასე ვთქვათ, დიდი მუცელი, არ ვიცი რატოა ესე, მაგრამ ასოცირდება დიდ დიაფრაგმასთან. ეს წონა აძლევს იმის საშუალებას, რომ უფრო მეტად შეძლონ ამ დიაფრაგმაზე დაყრდნობა მომღერლებმა და სუნთქვა რაც უფრო კარგი გაქვს და მოწესრიგებული და რაც უფრო ძლიერი და დიაფრაგმა რაც უფრო დამუშავებული გაქვს, მით მეტად კარგად მღერი. ეგ მართლა ეგრეა რეალურად და ზოგს ამაში წონაც ეხმარება. მუცელი ხო არ გავიზარდო, თუ უფრო კარგად რომ ვიმღერო. ხო, უკეთესად რომ ვიმღერო თქო. სხვათა შორის ზურას მინდა კომპლიმენტი უთხრა საჯაროდ, არაჩვეულებრივი სიმღერები შეასრულე და გააგრძელე ასე. გრძნობ მე შენს გულშემატკივრობას ყოველთვის ნებისმიერ რამეში
და არც ერთი სიმღერა არ დაგიტოვებია, გულები რომ არ გამოგეგზავნოს შევქმნ და ძალიან დიდი მადლობა ვაფასებ განსაკუთრებით იმ ადამიანებისგან, რომლებსაც მოეკითხებათ, რომლებიც ძალიან უყვარს საზოგადოებას თავისი შემოქმედებით და ეს ჩემთვის ძალიან დიდი კომპლიმენტი და რაღაცნაირად სტიმული და мотиваცია არის ხოლმე და მადლობა შენთვის. ხო, აქ მოგჩეთ. კულინარიული რუბრიკის სპონსორია Goodwill. 22 წელი შენი გემრიელი ცხოვრებისთვის. ჩვენ ძალიან მალე დაუბრუნდებით ისევ სამზარეულოს ნაწილში და გავაგრძელებთ ჭუკჭუკს და საუბარს, მანამდე კი გავაგრძელოთ 1 ივნის რადიო. ოხ, აშიშხინდა ბურგერი. მე მგონი მეორე ლექსი მზად. დავაგდო? კი, შეგიძლია. გიორგი ძალიან მეხმარება, ნახე როგორი კარგი ფორმები მივედა. არა, იცი რატო? რეკლამის დროს მკითხეს რომ შენ მართლა შეგიძლიაო? ეს შეიტანეს. მე არა მე და საზოგადოებას ვაჩვენ. როდესაც შენზე არ მიდგება საუბარი, მე ეჭვი არაფერსში არ ვეპარება ჩემო გიორგი რა. არც მის უნარებში სამზარეულოს რაც სჭირდება. ესე იგი, რას ვაკეთებ? ნიჭიერ ადამიანს ყველაფერი გამოზდის. შენგენაცვალე ძმაო, შენგენაცვალე. ფარს გაჩვენეთ როგორც მივეცით ფორმა, ჯერ არაფერს არ შემიკმაზავს. მე ვაყრი ხოლმე ცოტა მარილს და პილპილს, როდესაც უკვე შეკვრას დაიწყებს. ერთადერთი რაც გავაკეთეთ, ესეთი გაყინული კარაქი ჩავახეხეთ ცოტა ჩვენს ფარში, იმიტომ რომ მე ძალიან მიყვარს ხორცთან ერთად აუცილებლად კარაქის გამოყენება და ზოგადად ყველა კერძში. ტრადიციულად ჩვენ სამზარეულოში ვიყენებთ ფერარინის იტალიური ბრენდი ნაღების კარაქს, რომელიც წარმოდგენილია Goodwill-ში და სხვათა შორის მრავალფეროვანი ასორტიმენტით არის წარმოდგენილი, როგორც რძის ნაწარმის, ასევე ხორც პროდუქტების და ეს კარაქი ძალიან უხდება სხვადასხვა კერძებს. ასევე ამ ფარშის შეწვის პარალელურად მოვამზადეთ სალათი, სფოთოლი, დაგჭირდება ასევე პომიდორი, ესე რგოლებად დაჭრილი და მჟავი შეტრი, ნახე როგორ უბრალოდ გეგონება რომ სათლელზეა დაჭრილი. ისე იდეალურად ჩათალა გიორგი, ჩათალა. გიორგი, ბატონო. და ასევე აუცილებლად უნდა ვახსენოთ, რომ ესეთი ცინცხალი და ძალიან გემრიელი ხილბოსტნეული არის ყოველდღიურად Goodwill-ის დახლებზე წარმოდგენილი და რაც მთავარია ლაბორატორიულ შემოწმებას უშუალოდ გადის Goodwill-ის ლაბორატორიაში. ახლა ნახოთ აბა ხორცის შეწვას რამდენი ხანი და როგორ მაინტერესებს? თვითონ ფორმას ზომას გააჩნია, მაგრამ სისქის ზომას გააჩნია, მაგრამ დაახლოებით 3-3 წუთი თვითონ მხრიდან. როდესაც გადმოვაბრუნებთ ზემოდან უკვე შეგვიძლია რომ დავადოთ მედიუმი იქნება თუ კარგად გამოიყურება. მედიუმი არის. კი ბატონო. ხო, მედიუმზე ცოტათი კარგი. ეხლა შეგვიძლია რომ მარილი და გადაცემის თავიდანვე არ ვახო? არა, საერთოდ არ ვკმაზავ, არანაირად. ეხლა ჩვენ ვთი. ეხლა ვიწყებთ უკვე თამბელა. ეხლა გული თუცა მივიდა, თქვენი ბრალია. მოდი. მოდი მე გადმოვატრიალებ, მინდა? როგორ მიკითხე გიორგი? მე გადმოვატრიალებ თუ მინდა. ხო, არა, ისა ერთადერთი ახლა ხახვი გჭირდება, რომ აქვე შეგვიძლია ამასთან ერთად პირდაპირ მოვწალოთ და კარამელიზაცია გავუკეთოთ თვითონ უკვე ფარშთან ერთად. და შემდეგ ესე ავაწყოთ ჩვენი მელიზერებული ხახვი. ეს პური არ უნდა გავამზადოთ ამასობაში? პური უნდა გავხუხოთ აუცილებლად უბრალოდ ეტაპობრივად რომ ვამზადებთ. კი, ნიკა, იცი რა მჭირს ხოლმე, მე მიცდია ბურგერის გაკეთება და მათ შორის ხორცის შეწვა და რაღაცნაირად სულ რაღაც უფრო კოტლეტისავით გამომდის ხოლმე, ვიდრე ბურგერის რაღაცა ესე რბილი და არის აი მას მოყევი და არის ამბავი. მოყევი როგორ აკეთებ და არის ჩვეულებრივად რა. როგორც თქვი, მაგრამ არ გამოდის. იცი რა, აუცილებლად პირველი რაც მე მეხმარება ის რომ არაფრით არ ვკმაზავ ხორცს. აღჭირდება მარილი. ხო, მე რიცხებს აი მის წყლის გამოშვებას და ფორმის დაკარგვას და მისთან გემოციქეთ მიდის რა უფრო. არა, არაფრით არ ვკმაზავ. ეხლა შეწვის სულეთია. ეხლა შეწვის დროს უბრალოდ ცოტა მარილსა და პილპილს ვაყრი. თუმცა ესეც არის აუცილებელი, იმიტომ რომ соуსი მე ისეთი ის არის, რა ქვია, შეკმაზული, რომ соусით კაი გემოს აძლევს და ხორცი შეგვიძლია რომ პირდაპირ თავის გემოზე დავტოვოთ. შეიძლება გული წამევიდეს მართლა და ვეღარ ვლაპარაკობ ერთხმით მაგ პირისავს. შემდეგ არაფერი არ გესმის, რასაც გავაგზელებ მოყოლას რომ გადაგთო და
შემდეგი რაც არის ასევე მნიშვნელოვანი ის რომ პრესი სჭირდება რა აი სიმძიმე ძალიან კარგია და რაც უფრო ხლად გააკეთებ მე შეგვიძლია სმეშბურგერი გააკეთო და ბევრი ფერმერა გქონდეს ხო ნუ ჩვენ ამ შემთხვევაში გაჩვენე რომ ესე მაწვნის ქილას ვიყენებთ და მისი დახმარებით ვაძლევთ ფორმას შემდეგი არის ის რომ ხახვი უნდა მოწალო აუცილებლად და соуსი მზადდება მაიონეზით კეჩუპით და მდოგვით, რომელსაც აუცილებლად ვამატებთ ჯავეკიტრის თვითონ წვენსაც, ცოტა მაგაში ვხსნით, მარილი, პილპილი, ცოტა ციტატაც შეგვიძლია და მშრალი ნიორი. და ანუ ნიორის სუნელივი თუ არის რა, აი ამით რომ შექმაზა, გამოგივა იდეალური და ძალიან მარტივია. სხვათა შორის ჩემი შვილი, რომელიც აქტიურად ვარჯიშობს და სპორტსმენია, ესეთ სახით არ ვამზადებ. უბრალოდ ესეთ წვალ და ბრინჯთან ერთად მიირთმევს ძალიან გემრიელად, ნახევრად ბურგერი გამოდის და თან უფრო ესეთი მეცი როგორ ვაკეთებ ხოლმე? აი ეს აისბერგის ფურცელში ვახვალ ხოლმე და იქვე უკეთებ ყველა ამბავს. ეს პურის გარეშე, ხო? თუ დავუშვათ პური არ მინდა და რაღაც ხანდახან რომ ძალიან ჯანსაღყვებას მოვინდომებ ხოლმე და ბურგერიც რო აი დღეს პურსაც არ შეჭა მე ერთხელ უკвас თუ რაღაც. ხო, სალათის ფოტოებში. ისე პური უფრო ასუქებს თუ ის ხორცი? ისე ხორციც თუ წონაში მომატება გინდა, ხორციც კარგია, მაგრამ ზოგადად რა თქმა უნდა პური. ნუ პური უფრო აფუებს. გიორგი, რომელია შენი ყველაზე საყვარელი, რომელი ქვეყნის სამზარეულო? ხანუ ქართულს აღარ ვკითხულობ. ქართული არის მართლა, ოღონდ ის იმიტომ არ მომხვა, ხა ქართველი ვარ და ტელევიზიაში ვარ, არა მართლა. ქართულ კერძებს არაფერი არ მეჩვენია. ხო, მეც. განსრავის აი არც კი ვიცი რომელი ჩამოვთვალოთ თან ახლა ეს სუნები აი საქართველოს მერე რა მოდის უფრო ეს ახლო გემო რეცეპტორებთან რომელია და საქართველოს მერე იტალიური ალბათ იმიტომ რომ სპაგეტი მიყვარს ძალიან ბევრნაირი აი ყველანაირი თითქმის იმიტომ რომ თვითონ ეს სტრუქტურაც და გემოებიც ეს მოკლედ სენდვიჩებიც მიყვარს ძალიან და პიცები ხა მაინც სომეული დიდად არ ვგიჟდები, მაგრამ ტკბილეული დიდად არ მიყვარს. სხვათა შორის. არა. და თვლი რომ ეს არის ჩემი დიდი მინუსი. იმიტომ რომ რა მინუსი? რატო ამბობ? ხო, იმიტომ რომ ეს იმდენად დიდი სიამოვნება ადამიანებს და იმდენად დიდი სიამოვნებას იღებს ტკბილეული, ხო, თუნდაც აი ცოტა და რომ ვფიქრობ რომ ამ სიამოვნებას ვკარგავ. ვაი მე ახლა იქ ტკბილეულის მოყვარულებს კითხე რა ხელა პლუსია ეგ ხო შეიძლება მაგ პერსპექტივითაც მე ძალიან მიყვარს ტკბილეული. ერთადერთი რამ არის რაც აი ვერასოდეს ვერ ვიყო აი ახლა მაჭამან ამ სხვარი ამ ტორტი ან რაღაცა არასოდეს. აი ბუტერბროდი მაჭამა უფრო ტყვიიდრე. აბა რა. ხო და კარგი უკვე მშვიდობებით ახლა არ დავიწყეთ ხალხო რა რაც კიდე გვესტუმრეთ იქეთ ბურგერი მზადდება კიდევ გვაქვს შემდეგი ჩართვა კი გვაქვს მაგრამ რაღაც მალე წურა და უკვე 3 ლექსი დღეს შეთხსა კი ოღონდ ისე ვერ გაიგეს ვერა ლექსი იყო კარგი ლექსები იყო კი მე თან აქ თეოს ვეუბნები ხოლმე ყურში რომ არ შეგაწყვეტინოთ არ ვიცი ხარი კარგი ჩვენ უნდა დავიმშვიდობა დროებით და გავაგზავნოთ ხალხო დამებნა ენაც ამებნა ვეღარ ავაწყობ ძალიან არა ეს ახლა უცხო თუ არ შევჭამეთ თან მე მგონი მაგრამ რა ვქნათ პირდაპირ ეთერში ესე ნელ-ნელა რაღაცებს ველოდებით და ამიტომ კარგი აქ ფარდა ბურგერები ყველაზე გემრიელი ნაწილი დროდგება მალე გასინჯვის მე უკვე ცოდვა გამხელილის ჯობს და მე უკვე გეახელით გაგისინჯე თქვენი ბურგერი გიორგი ძალიან დამეხმარა და მადლობა გიორგი რომ რასაო პირიქით რომ ესეთ შესაძლებლობა მომეცით ეს დაგეხმარა ჯამაში დიდი მოწონება დაიმსახურა ამ соуსმა და აქედან გამომდინარე მინდა ზუსტად ჩამოგითვალოთ ის პროდუქტები რომელიც გამოვიყენე ეს არის პიკოლოს მაიონეზი რომელიც არის ექსკლუზიურად წარმოდგენილი კუზულში და ძალიან გემრიელია ასევე მდოგვი იტალიური ბრენდი კოპის ცოტა დავამატე მდოგვი და ქართული ბრენდი გუდვილის წარმოების ბრენდი რა კარგია რომელსაც იცით რომ მრავალფეროვანი ასორტიმენტი აქვს ბრინჯი თუ ჩირეული თუ ყველაფერი არის მოკლედ ამ ბრენდში და მათ შორის კეჩუპი და რა კარგია კეჩუპი გამოვიყენეთ და აუცილებლად
ცოტა ოდენი თვითონ მჟავე კიტრის ეს მარინადის სითხე რაც არის, ამასაც ვამატებ, მარილი, პილპილი, ნივრის ფხვნილი და პრინციპში სულ ეს არის და თუ თქვენც ასე მარტივად და სწრაფად გინდათ რომ სახში იფუსფუსოთ, იცოდეთ რომ მიტანის სერვისი არსებობს Goodwill-ის ვებგვერდის დახმარებით, შეგიძლიათ შეუკვეთოთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი ან მათივე აპლიკაციის დახმარებით და Goodwill-ის გუნდი უმოკლეს დროში სასურველ მისამართზე მოგაწვდით და გიორგი მე ვიცი რომ სახლში რომ მივალ პირდაპირ მომიწევს რომ გამოვიძახოთ რომ ჩემი ცოლი გადამდგავს სხვანაირად ეგრე რო არ მოვიქცე ამიტომ აი ეს არის კადრში თუ გამოჩნდება ეხლა ეს ცოტა კი არის გაციება ხო შვენიერი შემიძლია მე კიდე გავჭრა კი ბატონო ძალიან ხომოდი აქეთ გადმოვდოთ ჩავჭრო და თან მოგვიყევი აბა როგორ ააწყვე რა ეტაპები გამოიარა ბურგერმა მოდი თან ჩავჭრათ სხვა შორის აი ეს სულ მომწონდა ხოლმე ეს რომ ჩაჭრიან და მე გვაჩვენებენ და აქაც ხო გამოჩნდება ეხლა გიორგი ამასობაში სერიოზული შვენიერია რა ლამაზია ფანტასტიკი რეკლამის დროს რომ საუბრობდით გიორგი მაგნიშნა რომ აი რომ არა მუსიკა და მისი შემოქმედებითი გზა აუცილებლად სამზარეულოს დაუკავშირებდა თავის პროფესიულ არჩევანს. კი, ნამდვილად ეგრე იქნებოდა, იმიტომ რომ ეს არის ადგილი, სადაც მე რა თქმა უნდა სიმღერის შემდეგ თავს გზნობ არაჩვეულებრივად ძალიან სასიამოვნოდ და დარწმუნებული ვარ რომ არა მართლაც სიმღერა თან ისეთი შემოქმედებითი პროცესია, რაღაცას ქმნია ამ დროს. და არაჩვეულებრივად. ღიღინითაც შეგიძლია შექმნა. კი, მაგრამ აქ დღეს მე ვაპირებდი ღიღინს, მაგრამ ისეთ იმდენია საინტერესო ადამიანები მოსული საღიღინოთ. ეხლა მე იმაზე ვნერვიობა ბუკალოდ ბურგერები არ გვეყოფა, ამდენი არ გვაქვს რომ ყველას უწილადოთ და ნახავს მაყურებელი მალე რაშია საქმე, რაზე გვაქვს საუბარი. მოკლედ, მოდი ვუთხრათ ბარემ გიორგის სტუდიის ბავშვები არიან ჩვენთან ერთად ადამიანები, რომლებიც აი ეს იმ შემოქმედებით გზას ადგანან, რომელსაც უკვე გიორგი თავისი დიდი დოზებით უზიარებს თავის აუდიტორიას და ნახეთ რამდენი დანამაგრები არიან. ეს ბავშვები არიან იმ ჩემი უდიდესი ოცნების ნაწილი, რომელიც მე წლების განმავლობაში მქონდა, რომელიც ასე ვთქვათ, ფრთებს ვასხავთ ჩემს სამხატვრო ხელმძღვანელთან ერთად, ჩემი პირად მასწავლებელთან ერთად, პაატა მელაძესთან და ჩვენს გუნდთან ერთად, რომლებიც რა ვიცი, და მათ მშობლებთან ერთად, რომელსაც არ ვიცი, ყველას მინდა დიდი მადლობა გადაუხადო, რომ ასეთი კარგები არიან. დღეს რა სიმღერასაც წარმოადგენენ ეს საყვარელი ბავშვები ეს გახლავთ ძველი ჰიმნი კოტე ფოცხორიშვილის, რომელიც ზუსტად 1819 წელს 26 მაისს აქტის, ასე ვთქვათ, ხელის მოწერის დღეს ჟღერდა და ზუსტად სხვადასხვა კლიპის პრეზენტაცია ჰქონდა ჩვენ სოციალურ ქსელებზე და ზუსტად ეს კლიპი გადაღებული იქნა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, ზუსტად იქ, სადაც ეს სიმბოლური ფოტო, ასე ვთქვათ, გადაიღეს და მინდა დიდი მადლობა. სიმღერების განახლება არის ერთ-ერთი მიმართულება, რაც თქვენ გაქვთ. კი, ზუსტად ეს იდეა, ზუსტად ეს ამ ძველი ჰიმნის იდეა ამას ემსახურება და მინდა აუცილებლად ვისარგებლო შემთხვევით დრო არ დავკარგოთ იმაში, რომ აუცილებლად უნდა დიდი მადლობა გადაუხადო მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ხელმძღვანელობას, მოგცეს საშუალება, რომ ამ საოცარ ადგილას გადაგვიღო ეს სიმღერა, ეს კლიპი. დიდი მადლობა კი ჩვენს მერიას იმისთვის, რომ მათ მოგცეს ამის საშუალება და მთელ გადამღებ ჯგუფს, ასე ვთქვათ, ეს სიმღერა ჩაიწერა ფოლკლორის ცენტრის სტუდიაში და მათ დიდი მადლობა გადაუხადო. კომედი გრუპს მინდა დიდი მადლობა გადაუხადო, მათ გადაიღეს ეს ეკატერინე ჯავახიშვილს, რომელსაც ეკუთვნის აი ეს ულამაზესი კოსტიუმები და აკლეთ ამ ბავშვებს და ყველას ძალიან დიდი მადლობა აი ამ ყველაფრისთვის, რასაც ჩვენ ყოველდღურად ვქმნით. ჩვენ გიორგის გადაუხადოთ მადლობა ყველამ ერთად. და რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი მინდა ვთქვა დიდი ბოდიში. ტელეკომპანია რუსთავი, ჩვენ საყოველთაო ტელეკომპანიას, რომელიც ყოველთვის ახალგაზრდა თაობას აძლევს იმის საშუალებას, რომ გამოჩნდეს
მათი ნიჭიერებებს, ასე ვთქვათ, მონუსხოს ტელემაყურებელი და ძალიან ხარდამჭერია ყოველთვის და დიდი ჩვენ მადლობა. მარტო ახალგაზრდებს არ ვაძლევთ ამ შანსს ბენდებს მათ შორის და ახლა დავკვირდი რომ ურსასთან ერთად აუცილებლად გვაწვევი. კი ბატონო. როგორი კი ბატონო იყო. არა, აუცილებლად. აბა ზაბოგიჭრით და ჩაგიზგო. ჩემი ჯგუფის წევრები ჩაუგდით. ხო, ასაკი მაინტერესებს რა ასაკიდან მომართავენ სტუდიაში? 6-დან 14 წლამდე გვაქვს, 6-დან 14 წლამდე მიღება, ასევე 16 წლამდე შეიძლება თუ გიტარის წრეზე იქნება ბავშვი, 3 ფილიალი გვაქვს გლდანში, პლეხანოზე და 139 სკოლაში კიდევ ასევე რომელიც ძალიან ახლოსაა ვარკეთილის და ზემო სამგორის მეტროსთან. ასე რომ ვარკეთილის ფილიალს ვეძახით ჩვენ, ესე მარტივად რო ვთქვათ. სხვათა შორის სექტემბერში იხსნება ეს მესამე ფილიალი და ეს ერთი საკითხი და მეორე რაც მინდა ვთქვა ამ ბავშვებს კიდევ ერთხელ წარმატება უსურვო 15 ივნისს არის ამ ბავშვების პირველი სოლო კონცერტი რომელიც გაიმართება არტ ჰოლში და კიდე არტ ჰოლის ხელმძღვანელობას აქენა დიდი მადლობა ასეთი ძალიან გულისხმიერების და ხარდაჭერისთვის და რა ვიცი დიდ წარმატებას უსურვებთ ამ ბავშვებს ამ მეორე წლის თავზე ბევრი ასე ვთქვათ პასუხისმგებლობის აღება მოუწიათ თავზე მაგრამ აი ჩვენს ძალიან კარგ გუნდთან ერთად და მათ მასწავლებლებთან ერთად ისინი ამას აუცილებლად ძალიან კარგად შეძლებენ დარწმუნებული ვარ. ახლა უკვე დროა მოვისმინოთ და გავაჟღეროთ. კი ბატონო, ეს ნამუშევარი და აქვე დავემშვიდობოთ. თუ კიდევ გვაქვს? ჯერ არ უნდა დავემშვიდობოთ. კარგი, ჯერ მაშინ უსმენთ შესანიშნავ უნიჭიერეს ბავშვებს.